ბილი არის ხვალ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა არის ჩანიშნული და ამ კომისიის ფარგლებში დაბარებულები არიან ბატონი ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთი კომპანიის მეპატრონის წინააღმდეგ წინა ხელისუფლების დროს იქნა ჩადენილი დანაშაული წაართვეს კომპანია თვითონ დააკავეს თქვენ როგორ ფიქრობთ ჯერჯერობით უცნობია ისინი მივლენ თუ არა ამ კომისიის სხდომაზე ქალბატონი ლანამაც ვერ გაქვს ამ თემაზე პასუხი როგორ აფასებთ საერთოდ აი ამ ფაქტს მოგესალმებით მე სალმებით თქვენ მაყურებელს დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ საქმე იმაშია რომ ბევრია ეგეთი ადამიანი ვინც თავისი ქონება გადააფორმა სახელმწიფოზე ან გარკვეული თანხა წაართვეს მნიშვნელოვანი თანხები მათ შორის TBC ბანკის მეშვეობით. გუშინ ეგეთ შემთხვევით ესეთ ადამიანთან მქონდა საუბარი ერთ-ერთთან რომელსაც ეს პრობლემა ჰქონდა და თქვა რომ რა ეკნათო ისეთი თონაც საკმაოდ სერიოზულ ზეწოლის ქვეშ იყვნენ საკმაოდ სერიოზული რომ სხვანაირად ვერც იმოქმედებდნენ უბრძანებდნენ და ესე აკეთებდა. ახლა სქემა როგორი იყო ყველას მოსმენილი აქვს, მაგრამ კიდე გავიმეოროთ რა ადამიანი ვისაც ხელისუფლება მიიჩნევდა რომ იყო წასართმევი ან დასაყაჩაღებელი იმ ადამიანს ციხეში ან ციხიდან ან ციხის გარედან მიიყვანდნენ ამ ბანკში ბანკი უფორმებდა შესაბამის კრედიტს სიტყვაზე რაღაც რამოდენიმე $10,000 და შემდეგ ეს თანხა გადაეცემოდა იმათ ვინც ართმევდა ხო ქონება რჩებოდა ბანკს სპეცანგარიშებიც იყო ბაში თუ რაღაცა სპეცანგარიშები ბევრი იყო მათ შორის არ იყო მარტო TBC-ზე სპეცანგარიში და გავლებდნენ რომ იქ უნდა გადარიცხო აი ეს შემთხვევა კონკრეტული რაც განვიხილეთ რომ რეალურად ამას ვერ წაუხვალ არსებობს ეს ფაქტი ის არ არის რომ თქვათ იმან თქვა რომ არა ეგეთ ფაქტს ადგილი არ ქონდა ეგეთ ფაქტს ადგილი და არაერთი რა ეკნათ რას იზავდნენ როდესაც აი ესეთი ზეწოლა იყო და ესეთი სერიოზული ყაჩაღების ბრიგადა თავზე ადგა თოფი არაღით გადატანითი და პირდაპირ მნიშვნელობით და რა უნდა ეკნა. შეიძლება ის მაშინ ვერ ეკნა და ვერ გამოეჩინა ის ვაჟკაცობა და ვერც თავის უცხოელი კოლეგები ჩაერთო თუ პარტნიორები ამ საკითხში და ეთქვა რომ ესეთი რამე ხდება და ჩვენ ჩართულები ვართ სრულიად უკანონო ქმედებებში და კონკრეტულად აი ამ ყაჩაღობაში. შეეძლო ეთქვა, ნუ ვერ თქვა, კაი თქვა, ეგეც დაუშვით რომ ვერ თქვა. დაზარალებული ადამიანი მეუნება, მაგრამ პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ ესეთი მაღალფარდოვანი განცხადებების კეთება რომ ეგენი არიან ამშენებლები ქვეყნის პენსიების მიმცემი რაც რეალობას არ შეესაბამება და არ არის სიმართლე და აი ესეთ მორალზე და პოლიტიკურ სწორქმედებებზე გიკითხავენ ხო ნუ ერთზეც არის და მეორეზეც ლაპარაკი კონკრეტულად ახლა 17 მილიონი გასცეს ერთხელ თავის ბანკიდან. ეხლა ხანს რა, როცა უკვე ხელისუფლება შეიცვალა, გასცეს ვალად $17 მილიონი. ვისაც მისცეს ეს ვალი, იმან დაუბრუნა უკან პირად ანგარიშებზე. და ამბობენ რომ არ ვიცოდითო ჩვენი ბანკიდან თუ გონდათ გატანილიო და შემდეგ ოფშორულში აღმოჩნდა ეს თანხა. ამის თაობაზე ვთქვი რომ სანამ პოლიტიკაში შემოვა ეს ხალხი იქამდე კომენტარი და განმარტება გააკეთო როგორ მოხდა ეს პატარა ფული ხო არ არის ამასთან დაკავშირებით იყო გარკვეული უსიამოვნება თვალსაზრისით რომ მათ აი გადაწყვიტეს რომ სასამართლოში მიჩივლეს მე ამისთვის რომ აი ეს ფაქტი ავწერე რომ ეგეთი რამე რეალურად მოხდა ანუ ადამიანებს არა აქვთ განცდა იმისა რომ რაღაცა მოწინააღმდეგეს კი არ ებრძვიან თქვა თან პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ან ბიზნეს მოწინააღმდეგეს რამე კონკურენციაში კი არ შედიან არამედ საკუთარ ქვეყანას უპირისპირდებიან თუნდაც იგივე ანაკლიის სპორტის თემასთან დაკავშირებით რაქნეს სახელმწიფომ შეასრულა ვალდებულებები მილიონები
ჩადო ამ საქმეში და თვითონ ამბობენ ეხლა რომ თითქოს ამერიკელი პარტნიორი ყავდათ რომელიც ჩვენ გავაგდეთ ტყვილი აბსოლუტური სიცრუე ესეც ამ ადამიანებს ახასიათებს და აქედან გამომდინარე თაღლითობაც რომელიც სასამართლომ დაუმტკიცა აბსოლუტურად სასიამოვნო არ არის არც ჩვენთვის არც ნებისმიერი ჩემი კოლეგისთვის რომ ამ თემაზე ვლაპარაკოთ მაგრამ ადამიანებმა გადაწყვიტეს რომ პოლიტიკურ პროცესში არა მარტო შემოვიდნენ არამედ ლიდერის ეს ბაირაღი დაიჭირონ ხელში და საბჭოები შექმნან იქ რაღაც თემებთან დაკავშირებით ილაპარაკონ ამერიკაა სწორედ თუ ევროპაა სწორედ და რომ ჩვენ რაღაც პრორუსული პოლიტიკები და რაღაცა სიცრუე ტყუილების გუნდას რო ეძახიან ცხაპრებში აი ზუსტად ის სიტუაცია შექმნან თუ ამ ხალხის შეფასებაზეა მხოლოდ ლაპარაკი მაგრამ ეს ხო მარტო ესენი არ არის ეს ხო სეგმენტია იმ დიდი ბოროტების რაც